მოგესალმებით. მე ვარ ნანა ნერსეზაშვილი. დღეს ლელიანის სათემო რადიო მისი ხმა აგრძელებს ფინანსური განათლების გადაცემებს და დღევანდელი დღის თემა არის ფინანსური განათლების ლექსიკონი. ფული როგორც გადახდის საშუალება უძველესი დროიდან გამოიყენება. თავდაპირველად ფულის როლს სხვადასხვა ნივთი და საქონელი ასრულებდა, როგორიცაა მაგალითად ნიჟარები და ცხვარი. დროთა განმავლობაში ეს ნივთები მონეტები ბანკნოტებმა, ქაღალდის ფულმა, ბანკნოტები კი ელექტრონულმა გადახდის საშუალებებმა ჩაანაცვლა. თუმცა ლექსიკონით შესაბამისად ნელა-ნელა გამრავალფეროვდა და ჩვენი გადაცემის თემად ამიტომაც შევარჩიეთ. ფული ეს არის დაგროვების, გაცვლის, გადახდის, აღრიცხვისა და ღირებულებების საზომის საშუალება. შემოსავალი ფული, რომელსაც ვიღებთ შრომის შედეგად, მაგალითად ხელფასი, სტიპენდია, კაპიტალიდან, მაგალითად დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი ან ქონებიდან, მაგალითად სახლის გაქირავებით, ჯიბის ფული და ნაჩუქარი ფული, ესეც შემოსავალია. შემოსავალს შეიძლება ფულის გარდა სხვა ფორმითაც ვიღებდეთ. მაგალითად, შემოსავალი შეიძლება იყოს ბინა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, ან ატმის მოსავალი, რომელსაც შემოდგომაზე ვიღებთ. ხარჯი ფული, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი სურვილების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რაიმეს მაგალითად საკვების, ველოსიპედის, ბინის ან სამოგზაურო ტურის შესაძენად. ნაშთი ფული, რომელიც გრჩება მას შემდეგ, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში, მაგალითად ერთ თვეში ჩვენს მთლიან შემოსავალს გამოვაკლებთ მთლიან ხარჯს, თუ ნაშთი დადებითია, ანუ 0-ზე მეტია, მაშინ მას მოგებას ვუწოდებთ. ბანკი ფინანსური ორგანიზაცია, სადაც შეგვიძლია თანხა დავაგროვოთ. ბანკში ჩვენს დანაზოგს დეპოზიტი ეწოდება და მას სარგებელი ერიცხება. ბანკი ასევე გვთავაზობს სხვა ფინანსურ მომსახურებებს, გასცემს სესხებს, გვეხმარება ფულის გაგზავნაში, საქართველოში ან საზღვარგარეთ, კომუნალური გადასახადების გადახდასი და ასე შემდეგ. ბანკის სეიფში ძვირფასეულობის შენახვაც შეგვიძლია. საბანკო საგადასახადო ბარათი. ბანკის მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათი, რომელზეც დატანილია მაგნიტური ზოლი და ან ჩიპი. ან უკონტაქტო წამკითხველი, რომელზეც ინახება მომხმარებლის და ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სახელი, საბარათი ანგარიშის ნომერი და ასე შემდეგ. ბარათი გამოიყენება ინტერნეტით და მაღაზიებში რაიმე შეძენისას და ბანკომატით თანხის გამოტანისას. ბარათის გამოყენებისას უნდა მიუთითო PIN კოდი, რომელსაც ბანკი მხოლოდ შენ გაძლევს. თუმცა ინტერნეტით ან მცირე თანხის გადახდისას ზოგჯერ PIN კოდის მითითება არ არის საჭირო და ეს ოპერაციები განსაკუთრებით საყურადღებოა. გამოიჩინე სიფრთხილე, არ დაკარგო ბარათი. არავის გაანდო შენი ბარათის მონაცემები და PIN კოდები. დეპოზიტი ფული, რომელსაც ბანკში ვაგროვებთ, ველოსიპედისთვის, სახლისთვის და სხვა საჭიროებისთვის, რომელზეც სარგებელს ვიღებთ. არსებობს ვადიანი და უვადო დეპოზიტი. ვადიან დეპოზიტს კონკრეტული ვადით, მაგალითად 2 წლით ხსნით და თუ ჩვენს თანხას ვადაზე ადრე გამოვიტანთ, მაშინ ნაკლებ სარგებელს მივიღებთ. უვადო დეპოზიტს კი, როგორც მისი სახელწოდება გვეუბნება, კონკრეტული ვადა არ აქვს და მას ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავამატოთ ან მოვაკლოთ თანხა. ვადიან დეპოზიტზე, როგორც წესი, მეტი სარგებელი გვეკუთვნის. სესხი თანხა, რომელსაც ვალად ვიღებთ და ვდებთ პირობას, რომ მას გარკვეული დროის შემდეგ დავაბრუნებთ და პროცენტსაც გადავიხდით. სესხის აღებისას ვაფორმებთ ხელშეკრულებას, შეთანხმებას, რომელშიც წერია პირობები, რაც უნდა დავიცვათ. მისი წაკითხვა აუცილებელია გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. სესხის გამცემი კრედიტორი ადამიანი ან კომპანია, რომელმაც სესხი გასცა. სესხებელი ადამიანი ან კომპანია, რომელმაც ფული ისესხა. პროცენტი სარგებელი გადასახადი, რომელსაც ერთი მხარე უხდის მეორეს იმის სანაცვლოდ, რომ გარკვეული დროით მისი ფულით სარგებლობს. თუ ბანკიდან ვისესხე ფული, პროცენტი ის თანხა, რომელსაც ბანკს უხდი. ხოლო თუ ბანკში დეპოზიტზე შევინახე ფული, მაშინ პროცენტი ის სარგებელია, რომელსაც ბანკი მიხდის. იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი ტერმინთა განმარტება დაგეხმარებათ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და შეგახსენებთ, რომ პროექტი მისი ხმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში შექმნილია 12 სათემო რადიო, ემსახურება ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას თემის განვითარებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში და კულტურულ ცხოვრებაში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მას ახორციელებს DV International საქართველო გერმანულ სათემო რადიო Z-თან ერთად. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ნახვამდის.